მოგესალმებით კოლეგებო, დღეს რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დღის წესრიგში აქვს ერთი საკითხი საქართველოს ორგანულ კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. გთხოვთ თუ რამე შენიშვნა არა გაქვთ დღის წესრიგთან დაკავშირებით, მაშინ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დიდი მადლობა, მომხსენებელი გახლავთ მინისტრის მოადგილე ბატონი ზურაბიაშვილი. ბატონო ზურაბ, გთხოვთ. მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ საქართველოს ორგანულ კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს. საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 159 მუხლის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის დავალებით შესაბამისი სახელმწიფო უწყება უფლებამოსილია განახორციელოს მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. ამავე ორგანული კანონის 167 მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად 159 მუხლის მოქმედების ვადად განსაზღვრულია 2026 წლის 1 იანვარი. ამავდროულად შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მუნიციპალიტეტების მომართვისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული აქვთ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები, რომელთა დასრულების შედეგად პროექტები უნდა გადავიდეს განხორციელების აქტიურ ფაზაზე, აღნიშნული კი გასცდება კანონით დადგენილ ზემოაღნიშნულ ვადას. ამდენად საჭიროა ამავე კოდექსის 167 მუხლის მეხუთე პუნქტით 159 მუხლის მოქმედებისათვის გათვალისწინებული ვადის გადავადება გაგრძელება. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია მოხდეს კოდექსის 167 მუხლის მეხუთე პუნქტით 159 მუხლის მოქმედებისთვის გათვალისწინებული ვადის გადავადება გაგრძელება 2031 წლის 1 იანვრამდე. კანონპროექტით განხორციელებული ცვლილების შედეგად საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 159 მუხლის მოქმედების ვადა გადავადდება 2031 წლის 1 იანვრამდე, რაც საშუალებას მისცემს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს განახორციელონ და დაასრულონ მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის აუცილებელი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის მიღებით ხელი შეეწყობა მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნას და დადებითად აისახება ადგილობრივი ინფრასტრუქტურული თუ ეკონომიკური განვითარების სტიმულირებაზე. მადლობა, კითხვების შემთხვევაში. შეკითხვები თუ გაქვთ, ანუ საკითხი როგორც ეხება იმ პროექტებს, რომელიც არის, თქვათ, მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, შეიძლება იყოს ბაღები, სკოლები, სპორტული მულტიფუნქციური კომპლექსები, რომელთა პროექტირების პროცესი არის ახლა აქტიურად და ჩაშვება ამის, ასე ვთქვათ, უკვე სატენდერო პირობებში და ეს მოითხოვს გარკვეული ვადის გახანგრძლივებას. და რეალურად ჩვენ ამ ცვლილებით ვაძლევთ, ასე ვთქვათ, სამართლებრივად გამართულ ბაზას, რომ ეს პროექტების განხორციელება წარიმართოს სამართლებრივად სწორი მიმართულებით, ხო? ეს არის შინაარსი ამ შემოთავაზებული ცვლილებისა. თუ არა გაქვთ, კი ბატონო. დიახ, გამარჯობა, მადლობა წარმოდგენილი ინიციატივისათვის, რომ დავაკონკრეტოთ უბრალოდ და კარგად რომ განმარტოთ. პრინციპში ანუ მუხლის შინაარსი არ იცვლება, ხო? ან აქამდე როგორც იყო, ის ასე რჩება, მხოლოდ ვადა გრძელდება. ვადა ხანგრძლივდება. რა პრაქტიკაც აქამდე არსებობდა, მათ შორის მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით პროექტების განხორციელებისა და დაფინანსებისა, იმ ვადას ვახანგრძლივებთ. მადლობა. კარგით, თუ არა გაქვთ სხვა შეკითხვა, მაშინ კენჭისყრაზე ვაყენებ საკითხს, ვინ არის მომხრე? მადლობა, ამით ჩვენ საკითხი გავმიხილეთ, კომიტეტის ხდომა დასრულებული არის. მადლობთ.